კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ გაკვეთილზე, რომელიც ეხება თქვენი ნიშის არჩევას, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ციფრულ დროპშიპინგში. პროდუქტის შექმნამდე უნდა შევარჩიოთ სწორი ნიშა. კითხვა, რომელსაც ყველას ვამს, არის, რომელი ნიშაა ყველაზე მომგებიანი. მე პირადად გამოვყობ სამ ძირითად ნიშას, რომელიც შედის ქვენიშები. რაც უფრო კონკრეტულია ნიშა, მით უფრო მომგებიანია ბიზნესი. ყველა ციფრული პროდუქტი, რომელიც მუდმივად იყიდება ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში ჯდება. სიმდიდრე ეხმარება ადამიანებს ფულის გამომუშავებაში ან დაზოგვაში. ჯანმრთელობა ეხმარება ადამიანებს თავი უკეთ იგრძნონ და გამოიყურებოდნენ. ბედნიერება ეხმარება ადამიანებს ცხოვრების წესისა და ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. როგორც კი ამას გაიგებთ, ნიშის შერჩევა ადვილი გახდება. სიმდიდრის ნიშა ონლაინ ყველაზე მომგებიანი ნიშაა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის სურთ ფინანსური გაუმჯობესება, მეტი შემოსავალი, ნაკლები ხარჯები, მეტი შესაძლებლობები. თუ თქვენი ციფრული პროდუქტი ვინმეს ფულის გამომუშავებაში ან დაზოგვაში ეხმარება, თქვენ მაღალი მოთხოვნის ნიშაში ხართ. სიმდიდრის ნიშაში არის მცირე ჯგუფები, ძალიან სპეციფიკური საჭიროებებით. ესენი არიან ქვენიშები. მაგალითად, თინეიჯერი, რომელიც გაკოტრებულია და სურს ონლაინ ფულის გამომუშავება, სტუდენტი, რომელსაც სჭირდება დამატებითი შემოსავალი, ახალბედა დამწყებები, რომელთაც სურთ პასიური შემოსავალი, ფრილანსერები, რომლებიც ცდილობენ კლიენტების მოზიდვას. თითოეულ ამ ჯგუფს აქვს ერთი აშკარა პრობლემა, რაც მათ იდეალურს ხდის ციფრული პროდუქტებისთვის. ჯანმრთელობის ნიშა უზარმაზარია და მუდმივად იზრდება. ადამიანებს სურთ წონაში დაკლება, ენერგიის მომატება, უკეთ ყვება და თავი უკეთ იგრძნონ. როდესაც მას ქვეშნიშებად დავყოფთ, გამოდის შემდეგი ჯგუფები: დაკავებული დედები, რომლებსაც სწრაფი ჯანსაღი ყვება სჭირდება, დამწყები ადამიანები, რომლებიც ეძებენ მარტივ საშინაო ვარჯიშებს, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წონაში დაკლებას, ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ყოველდღიურად მეტი ენერგია სურს. ბედნიერების ან ცხოვრების წესის ნიშა ფოკუსირებულია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ეს პროდუქტები არ წყვეტს ტკივილს, ისინი წყვეტენ იმედგაცრუებას. ქვენიშების მაგალითებია სტუდენტები, რომლებსაც ორგანიზება სჭირდებათ, დაკავებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დროის მართვას, ადამიანები, რომლებიც ჩვევების ჩამოყალიბების სისტემას ეძებენ და ყველა, ვისაც უყვარს ესთეტიკური დამგეგმავები და შაბლონები. მაშ რა არის ზუსტად ქვენიშა? ქვენიშა უბრალოდ კონკრეტული ტიპის ადამიანია, კონკრეტული პრობლემებით, რომელსაც სურს კონკრეტული შედეგი. რაც უფრო კონკრეტული ხართ, მით უფრო ადვილია შექმნათ ციფრული პროდუქტები, რომლებიც ნამდვილად იყიდება. აქ მოცემულია ზუსტი ფორმულა, რომელიც უნდა გამოიყენოთ ქვენიშების არჩევისას. ჩემი ნიშა არის ადამიანი, რომელიც ამ პრობლემას ებრძვის და სწორედ ეს შედეგი სურს. როდესაც ამ წინადადების შევსებას შეძლებთ, მაშინ იცით, რომელი პროდუქტი შექმნათ. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი არის ფრილანსერი და ჭირდება მეტი კლიენტი, უნდა დავეხმაროთ მას იმის სწავლაში, თუ როგორ იშოვოს მეტი კლიენტი. მაგალითად, სოციალური მედიით, Upwork-ით, Fiverr-ით, LinkedIn-ით, როგორ მოაწესრიგონ თავიანთი პროფილი, პორტფოლიო და ასე შემდეგ. თუ ეს უკვე ვიცით, ის გადაგვრჩენია, რომ ეს ყველაფერი ჩამოვყალიბოთ ან მინი კურსში, ან უკვე PDF-ში, სადაც უკვე იქნება სკრინები და აღწერები. თქვენი სამოქმედო ნაბეჯი მარტივია. აირჩიეთ თქვენი ქვენიშა დღესვე. ჩაწერეთ მინიმუმ 3 ქვენიშის იდეა, სხვადასხვა ტიპის ადამიანები, სხვადასხვა პრობლემები. შემდეგ გაკვეთილებში ამას გამოიყენებთ თქვენი პირველი ციფრული პროდუქტის შესაქმნელად და გასაშვებად. ახლა კი მოდი ნახოთ რეალური მაგალი. მოვიძიე რამდენიმე გვერდი, რომელსაც ახლა განახებ და შეგიძლიათ გადახედოთ მათ არხებს. ასევე შეგიძლიათ მინა კონკრეტული თქვენ ნიშაში მოძებნოთ რაღაცა, Excel-ში ჩაწეროთ რაღაც. მაგალითად, წონის კლებაზე თუ გაქვთ წონის კლება, ნახოთ არხები, რომლებსაც ბიოში აქვს ლინკი თავის ციფრული პროდუქტის, ნახოთ რამდენად აქვს მოთხოვნა, ასევე განსაკუთრებით ძალიან კარგია Instagram-ზე ამის მოძიება, ვინაიდან Instagram-ზე უკვე აქვთ ხოლმე ეს ტესტიმონიალები, ანუ ვინც იყიდა მათი პროდუქტის შეფასებები, რაც ძალიან კარგი არის ეს highlight-ებში რო არის. აი აქ მაგალითად ექნება დიდი ალბათობით თავის პროფიტები. ამას არა აქვს, აბა ამას აი სტუდენტები. მე როგორც ხედავთ, შეფასებები აქვს. მაგასაც გაჩვენებთ, რა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ ლინკი ჩასვათ, მაგალითად, ჩემი უფასო გზამკვლევი თუ გაქვთ ნანახი, ბოლოში არის ლინკი, სადაც გადადიან და შეფასებას ტოვებენ. მაგის გაკეთებასაც გასწავლით, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე, რომ თქვენს პროდუქტში იყოს ეს ლინკი და შეფასება გამოგეგზავნებათ თქვენ, როდესაც შეფასებას დატოვებენ. მაგალითად, წაიკითხავენ ამ PDF-ს, დააკლიკებენ მაგ ლინკზე, გადავლენ, რამდენიმე კითხვა არის, რომელსაც უპასუხებენ და მერე უკვე შეფასება მოგივათ თქვენ ამ საიტზე. აი მაგალითად განახებთ ახლა ჩემს იმას. აი აქ როგორც ხედავთ, მაგალითად გზამკვლევი რომ აქვს გაკეთებული 2-დან 0. ბოლოში არის ეს ლინკი, ნახეთ, Senja.io. ამაზე რომ გადავდივართ, აქ რამდენიმე კითხვა არის, მოგეწონათ მიღებული ინფორმაცია 1-დან 5-მდე როგორ შეაფასებდით. მაგალითად 5 ვარსკვლავი, continue. გამიზიარეთ თქვენი შეფასება ჩვენ ჩემს კურსზე ან გზამკვლევზე. ეს ვინც გზამკვლევი შეიგიძინა, გზამკვლევზე გააკეთებს შეფასებას, ვინც კურსზე შეიძინა, კურსზე გააკეთებს შეფასებას. შეუძლიათ ვიდეო გამოვაგზავნონ, შეუძლიათ ტექსტი, მაგალითად ტექსტი, მომეწონა, continue. დაწერეთ შეფასება, დაწერეთ 1-2 წინადადება, რამდენად შეფასებდით 1-დან 10-მდე, როგორ მოგეწონათ მიღებული ინფორმაცია და გავუწერეთ რეკომენდაციას თუ არა. ნუ თუ გავუწერით, დაწერთ გავუწერდი და ეს. სადაც შეუძლია გამოიყენოთ თქვენი რეკომენდაცია. სურს თქვენი რეკომენდაციის გამოყენება ჩვენს მარკეტინგსა და გაყიდვებში, სადაც შეგვიძლია მისი გაზიარება. შეგიძლიათ ჩემი რეკომენდაცია საჯაროდ გამოიყენოთ თქვენს მარკეტინგსა და გაყიდვებში, გულისხმობს თქვენი სახელი და გვარი, ფოტო,
არაუცილებელი, რასაც მივუთითებთ გამოჩნდება. ამის შემდეგ პუნქტობს სახელს გვარს და ფოტო სასურველია. თუ გინდათ ატვირთებთ, თუ გინდათ არა, სახელი და გვარიც არ არის აუცილებელი. ჩემი რეკომენდაციის გამოყენება მხოლოდ კონფიდენციალურად შეგიძლიათ მარკეტინგისა და გაყიდვის სფეროში. გულისხმობს თქვენი შეფასება გამოჩნდეს თქვენი სახელის და გვარის გამოჩენის გარეშე. ვერავინ გაიგებს, რომ თქვენ დაწერეთ. ამით ვერავინ ვერ გაიგებს, ამით რასაც მივუთითებთ, იმას ნახავს ხალხი. მაგალითად არ მინდა რომ გამოჩნდეს. დავწერ continuous, თქვენი სახელი და გვარი აქ მაგალითად. მარტო სახელი შეგიძლიათ ჩაწეროთ. დანიელი, მეილი და ფოტო თუ გინდათ ატვირთეთ და თუ გინდათ არა. მოწვევით continuous, აი ახლა მოახდებს რა შევიყვანეთ აქ. გზათხარ გასაგზავნად, გვეკითხება. თუ დავაწვევით გაგზავნას, მე უკვე იგზავნება. თუ არა, შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ და შევასწროთ რაღაცა გაგზავნას დავაწვევი. როგორც ხედავთ აქ უკვე დიდი მადლობა შეფასების დატოვებისთვის. შეფასების დაწერა მეხმარება ჩემის ბიზნესის განვითარებაში. გამოიყენეთ ქვემოთ არსებული კოდის ჩემს საიტზე გადავხსნით და თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. თუ თქვენ ჩაწერთ ვიდეოს თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ 50%-იან ფასდაკლება. მომწერეთ Discord-ზე. ეს არის 20%-იანი ფასდაკლების კოდი. თუ ვიდეოს ჩაწერს ვიღაცა მომწევს Discord-ზე რომ ვიდეო ჩავწერილ და გამომაგზავნეო, გადავამოწმებ მე და მე უკვე უგზავნი 50%-იანი ფასდაკლებას. ხოლო ეს ამის შეყვანა საიტზე 20%-იან ფასდაკლებას გაკეთებს. ამის გაკეთებასაც გასწავლოთ როგორ გაკეთოთ იგივე, რომ შეფასებები მიიღოთ, რომელსაც უკვე გამოიყენებთ, როგორც გითხარით, აი აქ როგორც აქვს Instagram-ზე, students ან testimonials დააწვევით, ანუ რეკომენდაციები და screen-ებს ჩასვავთ უკვე მანდ. სულ ეს არის, მეტი არაფერი. მათი სახე არ გამოჩნდება, მათი სახელი და გვარი არ გამოჩნდება, თუ მოისურვებენ, გამოჩნდება. ახლა კიდევ უბრუნდეთ, რასაც ვაკეთებდით. ხო, პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, აი მას luxury ვიდეოებს აქვს კონტენტი, luxury ვიდეოებს ეს პოპულარულია ახლა ძალიან 138,000 გამომწერი ყავს და სადღაც ამას ვიცნობ და სადღაც 3 თვის წინ მომწერა და 70k გამომწერი ყავდა. ანუ კიდე 3 თვეში მეორე 70,000 გამომწერი მოიმატა. მაგრამ რას აკეთებენ ესენი, ვინაიდან უცხოეთში არიან, ვიდეოებს ბუსტავენ კიდევ, ნახვები იმატებს და იდიან ფორმულას, როგორ გქონდეთ ეგეთი ნახვები სხვებსაც. ვიდეო კლიპებს აძლევს და სისტემას როგორ ატვირთონ ეს ვიდეოები რა. მე ვთქვი faceless kit 26, 27 ევრო. მეუბნება როგორ დაბუსტონ ვიდეო მაგას ასწავლის და როგორ დაედიტო ვიდეოები. სკრინები არის წაწე. ამას უკვე აქვს improving, ანუ განვითარებაზე, როგორც ხედავთ, ეს AI დაგენერირებული ფოტო და ტექსტებია ფოტოებზე. ეს ეკითხება რაღაცას, მოხუცი კაცი პასუხობს. საუნდიც ისეთი ატებს, აი. შესაფერი საუნდიც არის და კარგად აჩნდება. ერთი ის გაუვარდა როგორც ჩანს, შეიძლება დაბუსტულიც აქვს. საქართველოსთან ბუსტი არ მუშაობს, ყველად არ იმას იქნათ ქართულ აუდიტორიაზე გაქვს მე თვითონ ცადე. ამას უკვე digital faceless profits, ან digital success-ზე ძალიან ბევრი იწყებს, იმიტომ რომ გადაყიდვის ლიცენზიით არის ხოლმე მათი პროდუქტები. მე სწორედ მაგას ვყიდი PLR products და მაგას გასწავლეთ ზუსტად აქ ნიშაში მაგას შევარჩევთ ჩვენც. როგორც ჩანს, Stenstor-გან გაუქმებია Stenstor-ი. Stenstor-ი არის ფასიანი, არაფერი დიდს არაფერს არ იძლევა, როგორც Beacons-ი ისე არის. ამასაც ციფრულ მარკეტინგზე აქვს, ანუ სახო კონტენტი და მსგავსი ციფრულ პროდუქტების გაიდვა. აი Stenstor-ი აქვს ამასაც როგორც ჩანს. AI creator-ი, აი create faceless wells. აი ახლა დავუბრუნდით ქვენიშის შერჩევას. მოდი გავხსნათ ChatGPT.